ყველაზე დიდი აღფრთოვანება, როგორც მოსალოდნელი იყო, ლელა წურწუმიას გამოჩენამ გამოიწვია. ომში სულგუნი ჩახარშა, ზუგდიდელი ბავშვი ხელში აიყვანა და თავიდან ფეხებამდე გაიწუწა. დასავლეთ საქართველოში წამოსულმა კოკის პირულმა წვიმამ არც ზუგდიდ საუარა გვერდი და სწორედ იმ დროს დასხო თბილისიდან ჩასული მომღერლები დადიანების სასახლის ეზოში ზუგდიდელებს რომ უმღეროდნენ. გზაში პოლიციასთან გადატანილ პატარა ინციდენტს თუ არ ჩავთვლით, შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებმა მშვიდობიანად ჩააღწიეს ზუგდიდში და დადიანების სასახლის კულისებად გადაკეთებულ ფლიგელში შეჯგუფდნენ, რომელსაც სახელდახელოდ მოწყობილი სცენისგან ბერძნული ფარდები ყოფდა. ადგილობრივი მოსახლეობის ყველაზე დიდი აღფრთოვანება, როგორც მოსალოდნელი იყო, ლელა წურწუმიას გამოჩენამ გამოიწვია, რომელიც ყველა ინტერვიუში აცხადებს, რომ სამეგრელოსთან ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონებები აკავშირებს და რომ შესანიშნავად აკეთებს ღომს. სანამ კულისებში მოდელები მარიკა კორკელიას კოსტიუმებს ირგებდნენ, სცენაზე რომარ ცხილაძე გავიდა, იმღერა და უკრა ზუგდიდელი ბავშვი ხელში აიყვანა და მეგრელებს ერთად ყოფნისკენ მოუწოდა. ის იყო საღამოს წამყვანმა თამუნა გომართელმა, მაყურებლები დაამშვიდა, ნამდვილად ვიცი არ იწვიმებსო და სცენაზე თამუნა ამონაშვილს მოუხმო, რომ ცა გაიხსნა და ისეთი თავსხმა წამოვიდა, რომ თამუნა, რომელიც იმ წუთებში რუსულ შვიდწიმიან გიტარას უმღეროდა, თავიდან ფეხებამდე გაიწუწა. ამონაშვილს კიდევ რა უჭირდა განსაკუთრებით შავ დღეში, ის მოდელები აღმოჩნდნენ, რომლებსაც მარიკა კორკელიას კოლექცია ეკატერინე ჭავჭავაძე უნდა წარმოედგინათ. ქოლგებქვეშ შეყუჟული ზუგდიდელები სიამოვნებით უყურებდნენ ირმა შარიქაძის მიერ დადგმულ ამ წარმოდგენას. დეფილე კრისტი ყიფშიძის მიერ გამოტანილი საქორწინო კაბით დასრულდა. ირმა შარიქაძემ ასე შეაფასა თავისი დადგმული სანახაობა. ეს იყო სავსებით არანორმალური და თვიჟური საღამო. ჩემს გამოცდილებაში ალბათ მსგავსი არაფერი მომხდარა. 2 დღის განმავლობაში დაიდგა მთელი სპექტაკლი. ამ მშვენიერი კოლექციის შემქმნელმა მარიკა კორკელიამ გითხრა, რომ 6 თვე კერავდა ეკატერინე ჭავჭავაძის ეპოქისთვის დამახასიათებელ 35 კაბას. კონცერტის ბოლოს სტუმარ მასპინძლები დადიანების სასახლეს დაემშვიდობდნენ და მარიკა კორკელიას ოჯახში გადაინაცვლეს, სადაც როგორც მოსალოდნელი იყო, მეგრული სუფრა დახვდათ გაშლილი. ყველაზე მოშივებული თამუნა ამონაშვილი გამოდგა, რომელიც მარტო დაჯდა სუფრასთან, ღომში სულგუნი ჩახარშა, ზუგდიდის სადღეგრძელო დალია და მარტო მოილხინა, რაც თამუნას გადაურჩა დანარჩენმა სტუმრებმა მიირთვეს რომარ ცხილაძის აკომპანიმენტით.